მოდით გადავიდეთ დაბადების წიგნის პირველ თავის 26 მუხლზე. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. სხვა ეკლესიებში ისინი ამტკიცებენ, მხოლოდ ერთი ღმერთია, რომელმაც შექმნა კაცობრიობა, მაგრამ აქ ღმერთი მოიხსენიება როგორც ჩვენ. სიტყვა ჩვენ გამოიყენება როგორც მრავლობითი გამოთქმა. მაშას ადამი განა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა კაცობრიობა, არ არის ცალკეული. ღმერთმა თქვა, მოდით შევქმნათ ადამიანი. ეს მუხლი ერთნაირად არის გამოხატული ყველა ენაზე, რომელზეც ბიბლია წერია. ებრაულ ბიბლიაშიც კი, რომელიც განიხილება როგორც ორიგინალური ბიბლია, ღმერთი აღწერილია არა მხოლობითი ფორმით, არამედ მრავლობითი სახით, როგორც ელოჰიმი. 27 მუხლი. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. მამაკაცი და ქალი შეიქმნენ ღვთის ხატად, რომელმაც თქვა, ჩვენ. მამრობითი სქესის წარმომადგენლები ღმერთის მამრობითი ხატებით იყვნენ შექმნილნი, ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ღმერთის მდედრობითი ხატებით. ჩვენ ვეძახით ღმერთს, რომელსაც მამაკაცის ხატი აქვს, ღმერთს მამას. მაშ, რა უნდა ვუწოდოთ ღვთის მდედრობითი ხატებას? ღმერთი დედა. ამიტომ არის ნათქვამი გალატელთა მე-4 თავის 26 მუხლში, ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია, ის ყველა ჩვენგანის დედაა. ასევე ნათქვამია, ამრიგად ძმებო, ჩვენ მხევლის შვილები კი არ ვართ. ვისი შვილები ვართ? არამედ თავისუფალისა. ამ ლექსების მეშვეობით ჩვენ ნათლად ვხედავთ, ვინ არის იქ მამა ღმერთის გარდა. უნდა გვჯეროდეს, რომ დედა ღმერთიც არსებობს. ეს არის ღვთისნება, რომელსაც ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს მთელ ბიბლიაში. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა გვაცნობა, რომ არსებობს დედა ღმერთი, ისევე როგორც მამა ღმერთი. ვის აღიარებს ღმერთი ნამდვილად აღთქმის შვილებად? აღთქმის შვილებად აღიარების მადლი მიენიჭება მხოლოდ მათ, ვისაც სწამს დედა ღმერთის. ეს არ არის ჩვენთვის გაცხადებული ბიბლიის ბოლოსაც? მოდით გადავხედოთ გამოცხადების წიგნის 22 თავის 17 მუხლს. სული და სასწლო ამბობენ. როგორც კარგად მოგეხსენებათ, სული წარმოადგენს ღმერთის მამრობითი სქესის, ანუ მამა ღმერთის სახეს. ჩვენი მამის პატარძალი ჩვენი დედაა. მამა ღმერთი და დედა ღმერთი ამბობენ. სული და სასწლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. მხოლოდ მამა ღმერთი და დედა ღმერთი განაგებენ ცხოვრების საკითხს. და ღმერთის გარდა არავის შეუძლია კაცობრიობას აჩუქოს სიცოცხლის წყლის უსასყიდლო ძღვენი. თუმცა როდესაც გადავხედავთ გამოცხადების წიგნის ბოლო თავს, რომელიც არის ბიბლიის 66 წიგნის ბოლოს, ვინ გამოჩნდება? ნათქვამია, რომ კაცობრიობა უნდა მივიდეს სულთან და პატარძალთან, ანუ ღმერთ მამასთან და ღმერთ დედასთან. სულმა და პატარძალმა ნათლად გამოაცხადეს, რომ თუ კაცობრიობას ნამდვილად სურს სათასასუფეველში წასვლა, მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა ღმერთ დედის მიმართ. დიდი მადლობა.